ხარაგაულის სოფლებში ხემაღალსა და ღვერგში მეწყრული პროცესების შედეგად საცხოვრებელი სახლები ინგრევა. დამეწყრილია ეზოები და საძოვრები, დაზიანებულია გზები. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით მოსახლეობის გარკვეული ნაწილი 30-ზე მეტი ოჯახი სოფლებიდან გაყვანილია. აღნიშნულ სოფლებში მეწყრული პროცესები თითქმის 1 თვეა მიმდინარეობს. არა არჩევნების სიმულაციას ამ ლოზუნგით ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართა. მოქალაქეები უწყვეტი პროტესტის უცვლელ ადგილას მერიის წინ შეიკრიბნენ. ისინი კვლავ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშნას ითხოვენ. ქუთაისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში უკვე 236 დღეა უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები. ჩვენ არ შევერთდებით ადგილობრივ თვითმმართველობას არჩევნებს და არ მივიღებთ მასში მონაწილეობას, იმიტომ რომ ეს ხელშეუწყობს ქართული ოცნების ლეგიტიმაციას, იმ ძალის ლეგიტიმაციას, რომელმაც ქვეყანა პრაქტიკულად წაიყვანა უკან, მოწყვიტა მას შესაძლებლობა, რომ გახდეს ევროინტეგრაციის მონაწილე და გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ისეთი კანონები მიიღო ამ ქვეყანაში, რომელი კანონებიც საერთოდ ამის თქმა მინდა ხოლმე, რომ საერთოდ რო არ არსებობდეს რაღაცა გეოპოლიტიკური საკითხიც კი რო არ იდგეს დღის წესრიგში, ანუ ეს კანონები და ასეთი ტიპის მართული ქვეყანა, ანუ ეს არ არის ქართველების, ეს არ არის ჩვენი გენეტიკის ეს ხელისუფლება და ის არჩევნები, რაც მათ ჩაატარეს, არ არის ლეგიტიმური. ქართველი ხალხი არ ცნობს ამ შედეგებს და ვაპროტესტებთ და დღემდე აქვთ გავართ და ვაპროტესტებთ ამ ამბავს. რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანი ამბავი, რომ რეჟიმმა პრაქტიკულად ტყვედ აიყვანა თანამებრძოლები, ადამიანები, რომლებიც ზუსტად იმას აპროტესტებდნენ, რაც საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ ევროკავშირთან ინტეგრაცია და დასავლეთთან ინტეგრაცია არის ჩვენი მთავარი, ესე ვთქვათ, მიზანი. და ამ ყველაფერს გათვალისწინებს, რა თქმა უნდა, მგონია, რომ არჩევნებში მონაწილეობა არის ფარსი, მით უფრო, კიდევ უფრო მეტი, რომ თვითონ საარჩევნო პროცესით წინა წლებთან შედარებით გაცილებით დამძიმდა. გულისხმობ იმას, რომ დაკვირვების შესაძლებლობა, პრაქტიკულად ეფექტიანი დაკვირვების შესაძლებლობა აღარ გვაქვს. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, საერთოდ არცად ვერ ხედავ, რომ მიიღოთ მონაწილეობა და რაღაცა ქართული ოცნების მიერ დადგმულ ამ სპექტაკლში. საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბრიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს იტყვიან ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. აქციების დასაწყისში დემონსტრანტების დასაშლელად პოლიცია იყენებდა წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს. დააკავეს ასობით ადამიანი, მათ შორის 50-ზე მეტი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის შეწყვეტის საფრთხის წინაშე დგას. 15 ივლისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს ხდომაზე საქართველოზე იმსჯელეს და საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა შეასრულოს გარკვეული პირობები იმისათვის, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდეს. პირობების შესასრულებლად კი ევროკავშირი ქართული ოცნების მთავრობას დროს აგვისტოს ბოლომდე აძლევს. მეგატივიმ რამდენიმე აქტიური მოქალაქე ჩაწერა, რომლებიც აფასებენ თუ რას ნიშნავს ვიზა ლიბერალიზაცია საქართველოსთვის და რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ქვეყანამ ეს შესაძლებლობა არ დაკარგოს. გარდა იმისა, რომ ვიზა ლიბერალიზაცია იძლევა თავისუფალი გადაადგილების საშუალებას, ეს არის შესაძლებლობა ოჯახებმა მოინახულონ ერთმანეთი. ეს არის შესაძლებლობა იმკურნალოს ადამიანებმა უფრო თავისუფალ რეჟიმში და გადაადგილდნენ ამის გამო. ეს არის შესაძლებლობა ნახოს სამყარო უფრო მარტივად. ეს არის შესაძლებლობა დაუკავშირდე იმ ღირებულებებს, რა ღირებულებები შენთან ყველაზე ახლოსაა. ეს არის შესაძლებლობა, რომ შენ გრძნობდე თავს ადამიანად და არა რიგებში დგომაში გაატარო 1 და 2 თვე და უამრავი დოკუმენტების. და რაც თავარია, ვიზა ლიბერალიზაცია ეს არის ნდობა მოქალაქისა და ქვეყნისადმი. ეს არის რომ შენ ის ქვეყნები, რომელშიდაც ეს უვიზო მიმოსვლა მიიღე, გენდობიან რომ ხარ უსაფრთხო
ხარ თანაბარი, ხარ მათიანი და ამიტომ გიხსნიან თავიანთ საზღვრებს. ჩვენ გვჭირდება ვიზა ლიბერალიზაცია იმისთვის, რომ საქართველო და საქართველოს მოქალაქეობა არ იყოს ჩაკეტილი ერთ კონკრეტულ სივრცეში. ჩვენ გვჭირდება ეს იმისთვის, რომ ვნახოთ რა ხდება რეალურად საქართველოს გარეთ, შევადაროთ როგორ ცხოვრობენ სხვა ადამიანები, იქნებ მათ უკეთესი შესაძლებლობები აქვთ, იქნებ მათ უკეთესად იციან რომელიმე კონკრეტული პრობლემა როგორ აღმოფხვენ. ჩვენ გვჭირდება ვიზა ლიბერალიზაცია იმისთვის, რომ გავიგოთ, იქნებ პრობლემის აღმოფხვის უკეთესი მეთოდი არსებობს და ჩვენ შეიძლება ვისწავლოთ სხვა ხალხისგან. ეს არის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იმისთვის, რომ გავიგოთ რეალურად როგორ ცხოვრობენ სხვა ადამიანები და დავნერგოთ საუკეთესო პრაქტიკები, რომლებიც არსებობს ამ სხვადასხვა განვითარებულ ქვეყნებში. ვიზა ლიბერალიზაცია არის ერთ-ერთი შანსი, რომ კავშირი გქონდეს თანამედროვე სამყაროსთან, სწრაფი და მარტივი კავშირი. ეს არ არის მხოლოდ ტურისტულად სადმე წასვლა, ეს უკავშირდება სწავლას, უკავშირდება სამედიცინო სერვისების მიღებას, უკავშირდება მეცნიერებას, განვითარებას პირველ რიგში და რაც მთავარია, ადამიანებთან ახლოს ყოფნას, ცივილურ სამყაროსთან ახლოს ყოფნას. რატომღაც ხაზი ესმება მხოლოდ რაღაც თავისუფალ მიმოსვლას და მოგზაურობას. ხო, ვიზა ლიბერალიზაციას მხოლოდ ეს არ მოუტანია მოქალაქეებისთვის. მათ მოიტანეს ასევე შესაძლებლობა, რომ თუნდაც მცირე დროით ადამიანები და სტუდენტები მით უმეტეს წავიდნენ საზღვარგარეთ, დასაქმდნენ და თავიანთი მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესოთ, ხო? ასევე გვჭირდება იმისთვის, რომ ადამიანები გადარჩნენ პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში მათ ისეთი ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, რომ ადგილზე ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ამას ვერ უმკლავდება, ხო? როგორც ეს არის აქ ფინანსური ნაწილიც ეხება, ასევე ის პროფესიონალიზმი, რასაც ხშირ შემთხვევაში გვთავაზებენ. ეს ასევე არის ბევრი ადამიანისთვის ოჯახების გამთლიანების საშუალება და თუკი ჩვენ გვახსოვს ის, რომ ბევრ ადამიანს თავისი ოჯახის წევრი წლებით არ ენახა, ვიზა ლიბერალიზაცია მისცა შესაძლებლობა, რომ ეს პრობლემები აღმოფხვრილიყო და რაღაცნაირად კავშირი ამ ოჯახის წევრებს შორის კვლავ აღდგენილიყო, ხო? ეს არის ძალიან მცირე იმ დადებითი მხარეებისა, რასაც გვაძლევს ჩვენ ვიზა ლიბერალიზაცია და მხოლოდ მოგზაურობაზე არ უნდა ვილაპარაკოთ. ბევრი მხრივ ეს იქნება განათლების მხრივ, ეს იქნება სხვადასხვა მოკლევადიანი კურსების მხრივ და ასე შემდეგ. ეს უფრო მარტივად ხელმისაწვდომი იყო ახალგაზრდების და ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, თუ დაინტერესდებოდა მსგავსი საკითხებით. ვიზა ლიბერალიზაციას რაც შეეხება, ეს მართლაც ძალიან დიდი მონაპოვარია ჩვენსა, ძალიან დიდი ნახტომი არის ჩვენი საზოგადოებისთვის თავის დროზე, რამდენიმე მთავრობის მიერ მიღწეული შედეგი არის ეს. ამ ყველაფრის დაკარგვა უბრალოდ რაღაცა საპასპორტო კონტროლის გართულება არ არის. ეს არის ქვეყნის რეპუტაციული ძალიან დიდი უკანდახევა, რაც ძალიან დაარტყამს თითოეულ ადამიანს ეკონომიკური თვალსაზრისითაც. ჩვენ საზოგადოებაში ძალიან დიდი არის წილი იმ ადამიანების, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება ეკონომიკური თვალსაზრისით დააწყვეს იმ გრაფიკზე, იმ ვიზა ლიბერალიზაციის იმ მოცემულობაზე, რომელთაც სარგებლობდით ეს 8 წელი. შესაბამისად, ამ ყველაფრის დაკარგვა ძალიან აისახება თითოეულ ჩვენთაგანის ცხოვრებაზე. მინდა ყურადღება გავამახვილო იმ ნარატივზე, რასაც ხელისუფლება ასე აქტიურად ანვითარებს, თითქოს ევროკავშირის მოთხოვნა ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით არის მიმართული რაღაც გარკვეულ ხალი-ხალია კაცი-კაციას პრინციპს. ეს არის აბსოლუტურად პრაგმატული თვალსაზრისით ჩამოყალიბებული მოთხოვნა, არა იმიტომ, რომ ევროკავშირში ვინმე დაინტერესებულია, რომ აქ რაიმე სახის ქორწინება დაიშვას. ეს საკითხი ჩამოყალიბდა იქედან, რომ საქართველოს ემიგრანტი მოსახლეობის დიდი ნაწილი ითხოვს თავშესაფარს ზუსტად მაგ საფუძვლით, თითქოს და აქ არის განსხვავებულ სექსუალურ ორიენტაციაზე დიდი დევნა და ასე შემდეგ. кейსები, რომლითაც მათ შორის ქართული ოცნების მხარდამჭერებიც ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ბარდებიან და ითხოვენ პოლიტიკურ თავშესაფარს, დაფუძნებულია სწორედ ამგვარ ფსევდო მოთხოვნაზე.
შესაბამისად, მათთვის ხელშესახები და დოკუმენტალურად გამყარებული ისევ და ისევ ჩვენი მოქალაქეების განცხადებიდან და кейსებიდან გამომდინარე არის ის, რომ ჩვენს ქვეყანაში არის ამ კუთხით პრობლემური ვითარება. შესაბამისად, ისინი ითხოვენ, რომ აღმოიფხვრას ეს პრობლემური ვითარება, ამით რეალურად თავიანთ ეგზისტენციალურ საჭიროებებს, ამ წუთში რაც უდგათ საჭიროებები, იმისი აღმოფხვრაც უნდათ, რომ ეს საფუძველი რეალურია თუ არა და თუ რეალური არ არის, მაშინ დამტკიცდეს ეს დოკუმენტალურად, გამტკიცდეს ეს სამართლებრივად და შესაბამისად არ მოხდეს მსგავსი საფუძვლით პოლიტიკური თავისუფლების მინიჭება, რაც ბუნებრივია ევროკავშირის ქვეყნების ფინანსურ რესურსაც მოითხოვს ამ კუთხით. აი ეს პრაგმატული საკითხი ქართული ოცნების არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ აქცია თავისი манипуляციური პროპაგანდის საგნად და დღეის მდგომარეობით ძალიან რა თქმა უნდა უაზრო და არასათანადო შედარებებით იქ ახლა ჯორდანო ბრუნოს და ბრუნავს შესაბამისობაზე აღარ დავიწყებ აქცენტის გაკეთებას საზოგადოებას ასე რომ ვთქვათ მიჰყიდა თითქოს ევროკავშირი ძალიან არის დაინტერესებული ახლა აქ კასპში გეი მამაკაცთა ქორწინების აღდგენით. ბუნებრივია ეს ასე არ არის, ეს აბსოლუტურად განსხვავებულად არის, მაგრამ ამ ქვეყანაში სიმართლის დამალვას დიდი მონდომებით ცდილობს ამჟამინდელი რეჟიმი და სიმართლის დამალვას რა შედეგებიც მოჰყვება ჩვენ ამისი ძალიან დიდი ხნის გამოცდილება გვაქვს მოყოლებული რუსეთის პირველი დაპყრობიდან 1801 წლიდან, რუსეთის მეორე დაპყრობიდან 1921 წლიდან და მთელი ეს პერიოდი ყოველთვის იჩქმალებოდა რეალურად რა პრობლემებში და რა სიტუაციებში ვიყავით ჩვენ. Ახლაც იგივე გრძელდება და ეს გზა თუ ასე გაგრძელდა არ მიგვიყვანს კარგ დასასრულამდე. ვისაც ვინმე ყავთ ახლობელი საფრანგეთში, კითხეთ რამდენი ადამიანი მკურნალობს მხოლოდ საფრანგეთში. კითხეთ რამდენმა ადამიანმა გადაარჩინა თავისი დედა, თავისი მამა, თავისი შვილი, სიცოცხლე რამდენ ადამიანს გადაურჩინა. ძალიან ბევრი ადამიანი ევროპულ ქვეყანაში წასულია სამთვიანი სამუშაო ვიზით და სამთვიას არ არღვევენ ამ სამთვიან ვიზას, იმიტომ რომ შემდეგ ისევ წავიდნენ და არ დაკარგონ ეს შესაძლებლობა. რომ აღარაფერი ვთქვათ იმ კულტურაზე, იმ ცხოვრების, იმ წესის თანაზიარობაზე, რაც ევროპულ ქვეყნებში არის და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა პროფესიაში არიან, მე ხშირად შევსწრები ვარ, თუნდაც მძღოლები, როგორ ესაუბრებიან ერთმანეთს და ადარებენ იმ სამუშაო პირობებს, ჩვენ სამუშაო პირობებს. გნებავთ ეს იყოს პოსტის თანამშრომლები, გნებავთ ეს იყოს სხვა კვებითი დაწესებულებების თანამშრომლები, ასე რომ მეგობრებო, ეს ძალიან დიდი სხვაობა ჩვენ გვინდოდა რომ რაღაც მინიმუმამდე დაგვეყვანა. აღარაფერს ვამბობ ქუთაისის აეროპორტზე, რომლის დახურვაზე რუსეთი ძალიან დიდი ხანია ოცნებობს. იცით რა, არსებობს ორნაირი დახურვა. დახურვა, როდესაც მართლა ინგრევა შენობა და მეორე დახურვა, როდესაც კანტიკუნტად არის რეისები. მეგობრებო, ქუთაისელებო, მარტო ქუთაისის აეროპორტისთვის რასაც მოიტანს ევროპასთან კავშირების გაწყვეტა, მარტო ეს კმარა მიზეზად იმისა, რომ ჩვენ ქუჩაში ვიყოთ და მოვითხოვდეთ იმას, რომ ჩვენი კავშირები ევროკავშირთან და ევროპასთან არ გაწყდეს. მართლა ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, იმიტომ რომ დიდი ხანია ამ ქალაქში ვცხოვრობ და რაც ვიზიარი შემოვიდა, ანუ იაფი ფრენები შემოვიდა ჩვენს აეროპორტში, რეალურად არის დასაქმება, თვითონ აეროპორტი ფუნქციონირებს საკმაოდ კარგად, არის დასაქმება ქუთაისელი მოსახლეობის, ახალგაზრდების ძირითადად. მე მიბმულია ამ აეროპორტს, იცით თქვენ, ეს ტურისტები თითქმის ნახევრად ჩამოდიან, დაკავებულია სასტუმროები, დაკავებულია კვების ობიექტები და 1000 ბიზნესთან აქვს სერიოზული კავშირი. გულდაწყვეტილი მთელი ქუთაისის მოსახლეობა იმით არის, რომ პარლამენტი გადავიდა თბილისში, ხო? თქვენ კარგად იცით, ყველა ჟურნალისტმაც და სულ ყველა მოსახლეობა, როგორი გულდაწყვეტილი იყო ქუთაისის მოსახლეობა პარლამენტის გადასვლასთან დაკავშირებით. ვიზა ლიბერალიზაცია რო ჩაიხსნას და ეს ბოლომდე მიიყვანოს, რა ვიცი, ჩვენმა მდგომარეობამ რომ გაუქმდეს, რაც ვერც კი წარმომიდგენია, ქუთაის სერიოზულად, ქუთაისის აეროპორტს, ქუთაისის ვიზიარის ფრენებს სერიოზულად დაარტყავს ბიზნესის კუთხით. ანუ ამ ქალაქს რაღაცით სულდგმულობა ხო ჭირდება. აი რით
აღარაფერი არ ხდება ამ ქალაქში, აღარაფერი და კიდე ეს ბოლო მარგალიტი, რაც ჩვენი აეროპორტია, რაც უკვე ისეთი კომფორტია, რომ სამგზავრო ავტობუსებიც არის, აქედან წასასვლელიც, იქიდან წამოსასვლელიც, თბილისიდან წასასვლელიც. არა მარტო ქუთაისის მოსახლეობა, მთელი საქართველოს სარგებლობს ქუთაისის აეროპორტით. თბილისიდან ყოველ საათში გამოდის ავტობუსები დატვირთული, მე თვითონ მინახია და მიმგზავრია, როგორ დაფრინავს მთელი საქართველოს მოსახლეობა ქუთაისს როგორ სარგებლობს ქუთაისის აეროპორტით. ვიზა ლიბერალიზაციის ჩახსნა კიდევ არის ერთი სიტყვა წინადადება მინდა. ეს იყო საკმაოდ დიდი ნდობა ჩვენი მოსახლეობის მიმართ. თანაგრძნობა ნდობა, უსაფრთხო ქვეყანა ვიყავით და ზუსტადაც იმიტომ მოგცეს ჩვენ ეს გვენდნენ და ძალიან ცუდი და მე მრცხვენია რომ ეს ყველაფერი წყალში ჩაიყაროს და ჩვენ აღარ გვენდოს აი ამ ხელა 27 სახელმწიფო. ვიზა ლიბერალიზაციის შესაძლოს შეწყვეტას შანტაჟს უწოდებს ირაკლი კობახიძე, როგორც მან განაცხადა, თუ არჩევანი ვიზა ლიბერალიზაციას მშვიდობასა და სტაბილურობას შორის დადგება, საქართველოს მშვიდობასა და სტაბილურობას აირჩევს. რატომ სურს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება? ამ კითხვაზე მოქალაქეები ევროპის უძველესი ქალაქიდან, ქუთაისიდან გვპასუხობენ. საქართველოს კი არ ირჩევს ევროპა, საქართველოს არის თავად ნაწილი ამ ევროპული კულტურის და ღირებულებების და ჩვენ უბრუნდებით იმ ღირებულებებს და იმ კულტურას, იმ სივრცეს, რომლის ნაწილიც გარკვეულ პერიოდის განმავლობაში ყოველთვის ვიყავით. მეორე, ეს არის ჩვენთვის ყველაზე ბუნებრივად ახლოს, მენტალურად ყველაზე გასაგები სივრცე, თავისი ღირებულებებით, თავისი დემოკრატიის კონსტრუქციით, თავისი ადამიანთა შორის ურთიერთობებით, თავისი ღირებულებებით, სადაც ჩვენი ქვეყანა უფრო მეტად არის დაცული, სადაც ჩვენი მოსახლეობა უფრო მეტ სოციალურ ბენეფიტების მიღების შესაძლებლობა აქვს და სადაც ჩვენ უფრო მეტად გვაქვს გარანტირებული ხვალინდელი დღე. ისტორიული არჩევანია სხვათა შორის. რადგან ჩვენ ქუთაისში ვიმყოფებით და ქუთაისში ვცხოვრობთ, მინდა მაყურებელს შევახსენო ქუთაისელი მხატვარი ფელიქს ვარლამიშვილი, რომელიც ცხოვრობდა საფრანგეთში და მას ეკუთვნის სწორედ ასეთი არაჩვეულებრივი ფრაზა, რომ ევროპა დიდი იმედია საქართველოსთვის და მე ძალიან ბევრი ვიფიქრე, რატომ მქონდა ეს სიტყვა იმედი გამოყენებული ამ არაჩვეულებრივ გამოთქმაში, იმიტომ რომ მართლაც ძალიან დიდი იმედია ევროპა საქართველოსთვის, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ძალიან ღია ადამიანები და ძალიან მოქმედებს ყველაფერი, როგორც პიროვნულად, ასევე როგორც ქვეყანაზე, ის ქვეყანა, ის ადამიანები, ის წესები, ვისთანაც ჩვენ ურთიერთობთ, ვისთანაც ჩვენ მეგობრობთ. ამიტომ ჩვენი მეგობრობა წარმატებულ ევროპულ ქვეყნებთან სულ სხვა შედეგებს მოიტანს და ჩვენი მეგობრობა, ჩვენი სწრაფვა დიქტატორული სახელმწიფოების მიმართ, ისეთი ქვეყნების მიმართ, რომლებსაც არ აქვთ განცდა იმისა, რომ ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება არის მნიშვნელოვანი და საერთოდ ქვეყნის ძლიერება არის ის, რომ როგორათაც ქვეყნის ერთ წერტილში არის განვითარებული ცხოვრება, ეკონომიკური დონე, ასე უნდა იყოს ქვეყნის ბოლო წერტილშიც, აი ეს არჩევანი, როდესაც არ არის, აი სხვაობა არის ჩვენს არჩევანში. ამიტომ ჩვენი არჩევანი არის ევროპული ღირებულებები, როდესაც ყველაფერი არის თანასწორი და თანასწორობაზე არის, თანაგანცდაზე, სოლიდარობაზე არის დამყარებული. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არ შეიძლება უმადურად მოვექცეთ ევროპას. მეგობრებო, ქუთაისში ნებისმიერი ავტობუსი, ნებისმიერი სკვერი, რაიმე თუ კი გაკეთებულა, ყველაფერს ევროკავშირის დროშა და ევროკავშირის ნიშანი აქვს დადებული და ცოტა უმადურები ხომ არ უნდა ვიყოთ იმ სიკეთები, რომლებიც მივიღეთ, რომ ეს ასე უცებ გადავყაროთ. ევროპა ვართ ისედაც, უბრალოდ გვინდა რომ ვიყოთ იმ კავშირის წევრი, კონკრეტულად ევროკავშირის წევრი და გქონდეს ის სიკეთეები, რასაც ის თავაზობს
თავის წევრ ქვეყნებს, ხო? ეს არის უკეთესი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა. აუცილებლად უნდა ხაზი გავუსვათ ასევე ადამიანების უფლებრივ მდგომარეობას, როგორ მდგომარეობაში არიან ისინი იქ და აუცილებლად ასევე ხაზგასასმელია თავისუფალი სასამართლო, ხო? ჩვენ დღეს რომ ქვეყანაში რომ გქონდეს თავისუფალი სასამართლო, ის პრობლემები და პრობლემების წინაშეც დღეს ჩვენ ვდგავართ, არ ვიდგებოდით, ვინაიდან ის იქნებოდა ერთგვარი კონტროლი იმ ძალაუფლების მიტაცების დროს, რასაც ჩვენ ახლა დღევანდელ საქართველოში ვხედავთ, ხო? სწორედ ეს არის, რომ გვჭირდება ის სტანდარტები, რა სტანდარტებითაც ადამიანები ცხოვრობენ იმ ქვეყნებში, რომლებიც არიან ევროკავშირის წევრები. რატომ ევროკავშირი ამ კითხვის დასმა და ამ კითხვაზე პასუხისგაცემა ალბათ ქუთაისში ყველაზე ადვილია, რადგან ამ ქალაქს ყველაზე მეტად ეტყობა ევროკავშირის კვალი, რადგან ასეულობით საქართველოს მოქალაქე და ყველაზე მეტი ალბათ იმერეთიდან და ქუთაისიდან არის წასული ევროპაში და უკვე 30 წელზე მეტია ეს ადამიანები იქიდან გვეხმარებიან, რომ ჩვენი ქვეყანა ფიზიკურად გადარჩეს. ევროკავშირი არის შესაძლებლობების ადგილი, სადაც ადამიანს შეუძლია თავის რეალიზება და ის მინიმალური საარსებო პირობები კონდეს ყველა ადამიანს, რაც ჩვენთან ამ ეტაპზე არ არის. ევროკავშირი გვჭირდება ჩვენ როგორც ქართულ საზოგადოებას და საქართველოს, იმიტომ რომ ეს კავშირი შეიქმნა თავიდან ბოლომდე კეთილი მიზნებით, მსოფლიო ომების დასრულების შემდეგ ევროპულ ქვეყნებს უნდათ რომ სოლიდარობით შეიქმნათ ისეთი კავშირი, რომელიც კონტინენტზე მოიტანდა მშვიდობას და ამ კონტინენტზე მცხოვრებ საზოგადოებას მისცემდა მშვიდ ბედნიერ ცხოვრებას, რომელშიც განვითარების საშუალება მიეცემოდათ ახალგაზრდობას და არა მხოლოდ ახალგაზრდობას. ჩვენ როგორც ქართველებს გვჭირდება ევროკავშირის წევრობა იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს მშვიდობა და შესაძლებლობები ჰქონდეს ჩვენს ახალგაზრდობას და ჩვენს უფროსთაობას ჰქონდეს უფრო კარგი და უფრო უზრუნველი წლები წინ. ასევე გვინდა ევროპა, იმიტომ რომ ევროპა და ევროკავშირი ძალიან დიდ პატივს სცემს განსხვავებულ ღირებულებებს და განსხვავებებს ორგანიზაციაში. მარტო ის ფაქტი, რომ ორგანიზაციაში 27 წევრი ქვეყანა მეტყოლებს იმაზე, რომ ევროკავშირი პატივს სცემს განსხვავებულ ღირებულებებს და ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირი საუბრობს 24 განსხვავებულ ენებზე. ამიტომ ევროკავშირი გვჭირდება, იმიტომ რომ ის პატივს სცემს ყველა განსხვავებულ ღირებულებას და კულტურას. ევროპა ჩვენთვის მარტო მოგზაურობა, გართობა, ქვეყნების დათვალიერება არ არის. ევროპა ჩვენთვის არის სამართლიანი სასამართლო, რომელიც შეგვიძლია, რომ ძალიან ნება თუ იქნება პოლიტიკური ნება, საკმაოდ კარგად მისი რეფორმა გაკეთდეს. რასაც დღეს ჩვენ სასამართლოთი ვართ სერიოზულად დაზარალებული მთელი ქვეყანა. ამდენი სინდისის პატიმრები ყავს, ქალები ყავს, მასწავლებელი, პედაგოგი, ჟურნალისტი, სისხლის სამართლის საქმეებით დაზარალებული და დაჭერილი და ჯერ არც ვიცით კიდევ ბოლო რა იქნება. ევროპა გვინდა ჩვენ განათლებისთვის, რამდენი ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანი, ჩვენი მეგობრების შვილები, ჩვენი ნათესავების შვილები, ჩვენი საკუთარი ოჯახის წევრები წავიდნენ ევროპაში, მიიღეს საუკეთესო განათლება და მე ვიცი ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც დაბრუნდნენ და უნდათ თავიანთ ქვეყანაში ცხოვრება, საკმაოდ წინ წაწიეს მათმა განათლებამ, წინ წაწია ჩვენი ქვეყანას სხვადასხვა სფეროში. ძალიან სერიოზული სიტუაციაა ჯანდაცვის სისტემის კუთხით ჩვენ ქვეყანაში, ხო? არ არის იმდენი ფინანსები, რომ საკმაოდ მაღალი დონის მკურნალობა და განსაკუთრებით ონკოპაციენტებზეა ლაპარაკი. ონკოპაციენტები საფრანგეთში უფასოდ გადიან მკურნალობას ძალიან მაღალი დონის გამოკვლევებიდან დაწყებული მკურნალობით დამთავრებული და ის ადამიანები რეალურად გადარჩნენ, სიკვდილს გადარჩნენ. ლაპარაკია კიდევ ბავშვებზე, არა მარტო მოზარდებზე და ხნიერ ადამიანებზე, არამედ ბავშვებზე და წარმოიდგინეთ იმ მშობლების მდგომარეობა, რომლებიც აი ასე მარტო ერთი ჩანთით წავიდნენ, რომ იტყვიან 8 კილოგრამიანი ჩანთით ჩაჯდნენ ვიზიარის ქუთაისის აეროპორტში და გადაფრინდნენ და მიიღეს აი ასეთი მაღალ კვალიფიციური მომსახურება.
ვერც ჩამოვთვლი იმდენი სიკეთე შეიძლება მოიტანოს და მოაქვს რამდენი წლებია უკვე ჩვენთვის ევროპას. მართლაც და ის რასაც გვანახებენ, ეს აი საერთოდ აცდენილია. უბრალოდ არც კი შემიძლია გავიმეორო მრცხვენია. ეს არის დაცინვა, ეს არის მასხარად აგდება საკუთარი ამომრჩევლის. ჩვენ გვჭირდება ის დაცულობა, ცხოვრების ის დონე, ეკონომიკური განვითარების ის სიმაღლე, რაც ევროკავშირს აქვს და რითაც ევროკავშირის მოქალაქეები სარგებლობენ. ევროკავშირში გაწევრიანებული ყველა ქვეყანა არ ყოფილა დალხენილი და მოწყობილი, მანამდე სანამ იქ შევიდოდა. მაგრამ ევროკავშირში შესულმა ყველა ქვეყანამ მოახერხა დიდი ეკონომიკური ნახტომის გაკეთება და გაცილებით მაღალი ცხოვრების დონის დამკვიდრება საკუთარ სივრცეში. ეს სივრცე ატარებს ღირებულებით, ეკონომიკურ და სხვა ფასეულობით ხასიათს, ვიდრე უბრალოდ რაღაცა გაერთიანება, რომელიც გინდ ვინმეს წინააღმდეგ კეთდებოდეს, ან რაღაც სხვა კუთხე. ეს სივრცე არის საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული სწორი პრინციპების სივრცე, სადაც თითოეული ადამიანი არის დაცული და სახელმწიფო არის ამ ყველაფრის ისეთი გარანტი, რომ ამითი არ შელახოს სხვა პირთა უფლებები. ყველაზე მეტად რაც გვიჭირს ჩვენ არის სწორედ ეს, რომ თითოეული ჩვენთაგანის უფლება ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეილახოს საამისოდ დაინტერესებული პირის მხრიდან, იმიტომ რომ არ გვაქვს სათანადო სასამართლო, არ გვაქვს სათანადო დამცავი ორგანოები, რომლებიც ამ ყველაფერს უსრულებენ. ამის გარანტი კი არის სწორედ ევროკავშირი და ამის გარანტი არის ეკონომიკური გაძლიერება, რომელიც თითოეულ მოქალაქეს იმ დონეზე გააძლიერებს, რომ არ იყოს დამოკიდებული ვინმეზე ან რამეზე. აი ამიტომ ჭირდება ევროკავშირის სივრცეში სათანადო ინტეგრაცია. აჭარაში დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა საქართველოში ბათუმის პორტის გავლით შემოსული ერთ-ერთი გემის ეკიპაჟის წევრის ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებულის პირადი ნივთების შემოწმების შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოიღეს 861 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება. დანაშაულის 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ქუთაისში ანსამბლის საუნჯე 10 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. ქართული ცეკვის საგანძური ერთ სცენაზე. ასეთი იყო კონცერტის გზავნილი, რომელიც მესხიშვილის თეატრში შედგა. დამსწრე საზოგადოების წინაშე 70-მა აღსაზრდელმა 14 სასცენო ნომერი წარმოადგინა. ქართული სულის გამოძახილი იყო თითოეული ნომერი და სწორედ ამიტომ უდიდესი იყო მაყურებლის ოვაციები. ძალიან დამგლელი იყო, ვფიქრობ, რომ კარგად ჩაიარათ ევანდელმა დღემ. საუნჯი 10 წლის არის უკვე და ეს სოლო კონცერტის მაგას მივუძვენით. მადლობა ჩვენს ხორეოგრაფებს დაუღალავი შრომისათვის და ვფიქრობ ევანდელმა კონცერტმა მაგრად ჩაიარა. კონცერტი შედგა, ძალიან კმაყოფილი ვარ და მინდა გითხრათ, რომ ეს იყო აი ემოციებით სავსე დღე და მინდა რომ ასე გამიორდეს სულ.
კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა. ღონისძიების დასასრულს ანსამბლის საუნჯის დამფუძნებელს ბორის ბობოხიძეს საქართველოს ქორეოგრაფთა ამაგდარის წოდება მიენიჭა. კიდევ ერთი დამფუძნებელი მარია ფხაკაძე კი ამაგდარის საპატიო წევრი გახდა. საუნჯი ითვლის საიუბილეო 10 წელიწადს, რასაც დღევანდელი შემოგვეთებითი კონცერტით აღნიშნავდით. საღამო გაგვილამაზა ანსამბლის მიერ აღზრდილმა მოცეკვავეებმა, რომლებმაც შეასრულეს 13 ქორეოგრაფიული ნომერი. ასევე მოგვეცა იმის საშუალება, რომ სცენაზე გვეხილა პატარა თაობის წარმომადგენლები, დებიუტანტები, რომლებიც ანსამბლის მომავალი წევრობისათვის ემზადებიან. პროგრამა შედგა სრულ განყოფილებიან ნომრად, სადაც ძვირფას მაყურებელს მიეცა იმის საშუალება, რომ ეხილათ მრავალფეროვანი სანახაობა ქართულ ქორეოგრაფიაში.